გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეკო და ბეგი, ეს რაღაცია. მეგი მასწავლებელო, მე და ბეგი რამდენიმე დღის წინ ცირკში ვიყავით და მას შემდეგ მოსვენება დავკარგეთ. ოჰო, იცით, ჩვენც გვინდა საკუთარი ცირკი შევქმნათ. მას ბეკო და ბეგის ცირკს დავარქმევთ და საოცარ წარმოდგენებს გავმართავ. შვენიერია. მე ფოკუსები იქნები, ფოკუსებს ჩავატარებ და ხალხს გავაუცებ. აუ, ერთი წუთით. ახლა მინდა რაღაც გაჩვენოთ. რა? მეგი მასწავლებელო, ბეგის ქუდი მოგწონთ? ძალიან ბეკო, ძალიან უხდება. ძალიან უხდება, ხო, ძალიან. ახლა უყურეთ. დაბაბა, ბუდი, აღარ გაქვს ქუდი. ბეკო, მეგი მასწავლებელო, დაინახეთ რა ქნა. ბეკომ ჩემი ქუდი გააქრა. ბეკო, ეს როგორ გააკეთე? ვერ გეტყვით, მეგი მასწავლებელო, ეს ჩემი საიდუმლოა. ბეკო, ახლავე დამიბრუნე ქუდი იცოდე. რა ის არ მესმის რა? ახლავე დამიბრუნე ქუდი. ვისი? აუ, ჩემი ქუდი, ბეკო. საათ როგორ რანაირად? ბეკო, ნუ აწვალებ, ბეკო. არა, მეგი მასწავლებელო, აი ერთხელ ასე თხოვოს და ყველაფერი ადგილზე დაბრუნდება. ძალიან გთხოვ, ჩემი ქუდი დამიბრუნე რა. კარგი, ჩემო თვითფოსო ბეგი არის ნერვიულო. მახპიდო, დახპიდო, დაბრუნდეს რაც იყო. ბეგი, ნახეთ, ჩემი ქუდი დამიბრუნა, ბეკო. დიახ, ბეკო, ვაღიარებ, მეც კი გამაოცებ. მეგი მასწავლებელო, ჯერ სათხართ, ნახავთ რა მაგარ ფოკუსებს ჩავატარებ ხოლმე, ხა რაღაცებს ნომრებს ვამზადებ. ძალიან კარგი ბეკო. ბეგი, ახლა შენ გითხარი რა გაქვს ჩაფიქრებული. თუმცა მგონი უკვე ვხვდები რაც უნდა თქვა. დიახ, მეგი მასწავლებელო, მე ჯამბაზების გამოსვლით მოვიხიბლე. იცით რამდენი ვიცინე? აი, იმდენი ვიცინე, კინაღამ სკამიდან გადმოვარდი. ბეკომ ძლივს დამიჭირა, ხო, ბეკო? კი. ბეგი, გახსოვს იმ სუქარმა ჯამბაზმა, იმ გამხდარ ჯამბაზს რა გაუკეთა? ვაუ, რა გამახსენევა! ახლა მარტო ჩამოვარდები მეგი მას. არაფერია, მე ისევ დაგიჭერი ჩემო კარგო ბეგი. ბეკო და ბეგი. მეგი მასწავლებელო, უკაცრავად, მაგრამ თქვენც რომ ყოფილიყავით ცირკში ჩვენთან ერთად, ჯამბაზებზე თქვენც ძალიან მაგრად იცინებდით, იცით რა სასაცილო ნომრები ქონდა. აუ, ნესა ბეკო, მეც მინდა რომ სასაცილო ნომრები მოვამზადო და შენ ხომ დამეხმარები. აბა რას ვიზამ ბეგი? ხალხი იმდენი უნდა ვაცინოთ რომ სკამებიდან ჩამოწვივდნენ რა. ასე არ მინდა. მინდა მაყურებელი ადგილზე დარჩეს. კარგი ბეგი, კარგი. ბეკო. რა? ეს რა დაგვემართა, ბეკო? რა დაგვემართა, ბეგი, რა? მოდი მოიწიე. რა? აქრისთვის ვართ მოსულები, მგონი სულ დაგვავიწყდა. აი მეგი მასწავლებელო, აუ, უკაცრავად რა, ეს რა დაგვემართა რა, ეს რა დაგვემართა. ბეკო და ბეგი, ამაზე ნუ დარდობთ. რა? პირიქით, მადლობასაც გეტყვით, რადგან დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟი თქვენ უკვე ახსენეთ. ბეგი, ჯამბაზი? მართალი ხარ. ჩვენ რა თქმა უნდა. ასობგერა ჯერ არ გაგვივლია. როგორ თქვი ბეგი, როგორ? ასობგერა ჯერ არ გაგვივლია. დაიცადე, ერთი ბეგი მასე ნახეთ რაღაც მელოდია გამოვიდა. ასობგერა ჯერ არ გაგვივლია, ასობგერა ჯერ არ გაგვივლია, ასობგერა ჯერ არ გაგვივლია. ბეკო, რა საყვარელი ხარ? ძალიან, თანაც როგორი მხიარულია არა მეგი მას. ნამდვილად. ნახავ, მე და ბეკო რა საოცარ წარმოდგენებს გავმართავთ. ამაში დარწმუნებული ვარ ბეგი. აი, ახლა კი ჩახედეთ პლანშეტს. აბა? ბეკო, შეხედე, გამოჩნდა ჯამბაზი თან დაბლას თითქმის წერია. ჯამბაზი. ანუ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა მართალია. ერთი წამით მეგი მასწავლებელო, აი, რაღაცნაირი ჯაჯღანა თანხმოვანია, ჯაჯღანა. მოიცადე, როგორი? ჯაჯღანა. ახლა რაღაც მოიფიქრა კიდევ ახალი რა. რას ნიშნავს ეს ჯაჯღანა ბეკო? ახლავე გეტყვი ბეგი, ჯაჯღანა ნიშნავს რომ აი ვიღაც არის სულ უკმაყოფილო, სულ რაღაცა ჭიპინებს, ჯაჯღანებს, ასაგებია. რა კარგად ახსენი. ოჩახ ბეკო. აბა ახლა მომიყევით კიდევ რა ნახეთ ცირკში? ბეგი,
ჩემო ძვირფასო ბეგი რა ხელში რა მაქვს? ჯოხდაო. ხედავ. და ახლა დაგისვამ კითხვას. დღეს ვინ დაიწყოს ჩემო ბეგი? მოყოლა? მე დავიწყებ რა, მე დავიწყებ. ბეგი მასწავლებელო, როგორი მიყვარს ლამაზი, შვენიერი, დიდწამწამებიანი ფეხებოტების პატარა წონწონებად გადაქცევა. რაო? პატარა, მიყურე, პატარა. არა, ბეკო, არა. გთხოვ, გადავიფიქრე. გადაიფიქრე? კი, გადავიფიქრე. ბეკო. ძალიან კარგი რომ გადაიფიქრე ყოჭაღჭკვიანი, ჭკვიანი ფეხებოდი ყოფილიყარ ჩემო ბეგი. მაშასე, ბეგი მასწავლებელო, მე ჟონგლიორის გამოსვლაც ძალიან მომეწონა. ჯერ საბურთს აბურთავებ და მე 4-ს. მერე 5-ს და ბოლოს ხანჯლებზე გადავიდა, ვაიმე, ბიჟდიკინა. მე კინახამ გული გამისკდა მეგიმას. კი, ბეკი, ის რამხელა გოლიათი იყო, ვაიმე, რამდენი ადამიანი ასწია, რამდენი გახსოვს? რამდენი და მოდი მოვუყვეთ მეგიმასწავლებელს. ესე იგი, მეგიმასწავლებელო, დარბაზიდან მსურველები მოიხმო. და 5 წარმოგიდგენიათ 5 ადამიანი ხელში აი ასე ბუმბულივით აიტაცა. აბა, რა სიზამდა ბეგი, ჩემი თავის ზომის კუნთები ქონდა, ვაიმე. თები ქონდა მართლა. აბა, და ბეკო, ის ტანმოვარჯიშე ქალები გახსოვს? როგორ არ მახსოვს? რა საკეთებდნენ იცი მეგიმას? იცით რა საშიშილეთებს აკეთებდნენ, მე კინაღამ გული გამისკდა, ვაიმე. და მე იცით რა ვქენი? შიშისგან თვალები დავხუჭე. კი. მეგიმასწავლებელო, რაღაც მინდა დავამატო რა. გისმენთ ბეკო? ცხოველების გამოსვლის დროს მე და ბეგის მოგვიჩვენა რომ თითქოს ისინი ძალიან სევდიანად გამოიყურებოდნენ. აუ, მართლა მეგიმასწავლებელო, აი ძაღლები, ლომები, სპილოები და კიდევ სხვა ცხოველები, იცით როგორი სევდიანები ჩანდნენ? სამწუხაროდ ბეკო და ბეგი უნდა გითხრათ რომ არ მოგეჩვენათ. აუ, რა ცუდია, ბეკო. იცით, საქმე იმაშია, რომ როგორც წესი, ასეთი წარმოდგენების დადგმის დროს ცხოველები საკმაოდ დიდ ტკივილს და სტრესს განიცდიან ხოლმე. აი, ხო გეუბნებოდი ბეკო. წარმოგიდგენია, ბეკო? გამოდის რომ ადამიანების გართობის გამო ცხოველებს აწვალებენ. აი, რა წესია ეს? ესე იგი, მეგიმასწავლებელო, გამოდის რომ ზოოპარკშიც ცხოველები საკმაოდ წვალობენ, ხო? ასე გამოდის ბეკო. თუმცა ერთი კარგი ამბავიც მაქვს თქვენთვის. კარგი? კარგი ამბავი, რა კარგი ამბავი გქობა? თანამედროვე საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოსვლას ნელ-ნელა ამცირებენ. ხოლო ზოგ ადგილას მათ საერთოდ აუქმებენ კიდეც. რა კარგია. კარგია, მეგიმასწავლებელო, იმდენი საინტერესო რაღაც შეიძლება ცირკში რომ გაკეთდეს და დაანებონ რამ ცხოველებს რა, თავია, ჟონგლიონები, გოლიათები, წარმოვარჯიშები, იმდენი რაღაცა. მაგრამ ბეკო, აი, ზოოპარკს რა ეშველება? ხო, ზოოპარკს ამის. მეგიმასწავლებელო. რა ეშველება ბეგი და ბევრ ქვეყანაში ზოოპარკებს უკვე დიდ გაშლილ ადგილებში აშენებენ. სადაც ცხოველებს თავისუფლად მოძრაობის საშუალება ეძლევათ. ერთი წუთით, კარგი კი, მაგრამ ვერ გავიგე ერთი რაღაც რა. მეგიმასწავლებელო, ესე იგი, ადამიანები გადაადგილდებიან ზოოპარკში და უცებ წამოეწევათ ლომი და ის ლომი ეკითხება, სად მინიხართ? გენაცვალეთ სად? არა მგონია რომ ეს ადამიანებისთვის ძალიან უსაფრთხო იყოს მეგიმასწავლებელო. ბეკო, რა სასაცილო ხარ. ასე არ ხდება, რა თქმა უნდა, ვიზიტორები ზოოპარკებში სპეციალური დამცავი საშუალებებით გადაადგილდებიან. ეს რა კარგად მოუფიქრებიათ, ყოჩახ რა. აბა რა, ახლა ცოტა ამოვისუნთქე. იმედია ჩვენთანაც მალე ასე იქნება. აუცილებლად ასე იქნება. ახლა კი მოდით ჩვენს გაკვეთილს დავუბრუნდეთ. კი, დავუბრუნდეთ რა. აი, ძალიან მაინტერესებს როგორ იწერება ასობგერა ჯ. ჩვენი ჯაჯღანა თანხმოვანია. ჯაჯღანა. ახლავე გაჩვენებთ. აბა ყურადღება. აი ასე. აუ, ბეგი, რა ლამაზი მოყვანილობა. მართლაც კი. აუ, მეგიმასები, კიდევ ერთხელ. სიამოვნებით ყურადღება. ასე.
ბეგი გესმის დღეს ჩვენ გველოდება ჯამბაზე ანიმაცია აუ ბეგო აი წარმოგიდგენია ჯამბაზე ანიმაცია როგორი საინტერესო იქნება საინტერესო იქნება რაც ყველაზე მთავარია ბეგი საინტერესო კი არა ღიარული და სასაცილო იქნება აუ ნახოთ რა ნახოთ წითელი ცხვირი აღჭერელი დასაცმელი მის გამოსვლაზე დარბაზი მოუწყენილი მალე არა მიდარჩება ხმელას გაცინებ ჯამბაზი წითელი ცხვირი აღჭერელი დასაცმელი მის გამოსვლაზე დარბაზი მოუწყენილი მალე არა მიდარჩება ხმელას გაცინებ ჯამბაზი მეგი მასწავლებელო დიახ, ბეგო. ღიარული და სასაცილო ანიმაცია ყავ ბეგი მოდი რა წავიმღეროთ აუ რა წავიმღეროთ რა წითელი ცხვირი აღჭრელი დასაცმელი მის გამოსვლაზე დარბაზი მოუწყენილი მალე არავინ დარჩება ყველა გაწინა ჯამბაზი ბეგო შვენიერია ბეგო და ბეგი ხოჭა მეგი მასწავლებელო დღეს ხომ უნდა მოვიფიქროთ ისეთი სიტყვები რომლებიც ასომგერა ჯუზე იწყება მე აი წინა გადაცემაში ვერ გამოვიცანი სხვა რაღაც ყოფილა თურმე მართალი ხარ ბეგო მაგრამ დღეს მინდა დავალება ცოტა გაგირთულოთ აუ მეგი მასწავლებელო როგორ ამომეწონა ახლა რა ერთი მხრივ კარგია რომ დამეთანხმეთ მაგრამ მე მაგრამ და გაგირთულოთ აუ არ მომეწონა ეს ბეგო მოგეშინია ყველაფერს გამოვიცნობთ შენ არი ნერვიულო კარგი გისმენთ მეგი მას დღეს მინდა მოიფიქროთ სიტყვები სადაც ორი ასობგერა ჯი იქნება გამოყენებული აბა ორი ასობგერა ბეგი შენ ჩემმა ჯოხმა არ შეგაშინოს შეგიძლია ეს დავალება შენ დაიწყო ჩემო ძვირფასო ბეგი ახ ბეგო ახლა მე დავიწყო არა მიდი დაიწყე ბეგი სხვათა შორის მეგი მასწავლებელო არც თუ ისეთი რთული დავალებაა მინდა გითხრათ პირველი სიტყვა უკვე მოვიფიქრე ჯონ ჯოლი აუ რა მაგარი მცენარეა და რა მწდილს აკეთებენ ჯონ ჯოლისგან შესანიშნავ კოჩა ბეგი აბა შემდეგი მეორე სიტყვაც მოვიფიქრე აბა ჯანჯაფილი შესანიშნავია მშვენიერი სიტყვებია ბეგი ერთი წუთით აი ლექსად მინდა ვიკითხო დაიღალა სანამ ტვინი ამეცენით ჯანჯაფილი რა არის ჯანჯაფილი ახლავე აგიხსნი ახლავე ჯანჯაფილი არის მცენარე ბეგო და სხვათა შორის ძალიან სასარგებლო მცენარეა მეორენაირად იცი რას უწოდებენ ჯინჯერს ან კოჭას ყოჭა ერთი წუთით ჯინჯერი და კოჭა სულ ეს იყო მორჩა მორჩა კარგი მეგი მასე ახლა ჩემი ჯერია მე ცოტა მარტივი გზით წავალ პირველი სიტყვა ეს არის ჯუჯა ყოჭა იცით რომელი ჯუჯა მეგი მასწავლებელო რომელი აი ფიფქია და 7 ჯუჯაში მესამე რომ არის მესამე ჯუჯა ბეგო და მეორე სიტყვა ეს არის ჩურჩხელას ბიძაშვილი დასავლეთ საქართველოსთან მეცაკელად ჯანჯუხა ბეგო ბიძაშვილიო ბეგო და ბეგი მარახა ბეგო და ბეგი ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა ბავშვებო ჩვენი 31 გადაცემას დასასრულს მივახლოვდა თქვენ არ მოიწყინოთ ჩვენ ძალიან მალე დაგებრუნდებით ბეგი სრული გადაცემა და ამბანის ყველას უგეცოდნებოდა მაგარია ვაიმე ბავშვებო თქვენ კი არ დაგავიწყდეთ აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი სადაც ირაკლის აწყობილი ახალი ონლაინ თამაშები გელოდებათ კარგად იყავით ბავშვებო ნახვამდის ბავშვებო მომავალ შეხვედრამდე სოდნის ღიარულ სამყაროში ნახვამდის
მინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სად ეშვება მზე სად ეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს ვაი რა მაღლა არის მართლა ეს ყრუბელი კურდღელს აშინებს მგელი ვაი ზებრას ოლები აქვს მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარი